სამშაბათს და შაბათს საღამოს 19 საათიდან პირდაპირ ეთერშია ოთარ ხუფენიას საავტორო გადაცემა საუბრები ეკონომიკაზე. საღამომშვიდობისა, მე ვარ ოთარ ხუფენია, პროფესიით ეკონომისტი და პროფესიონალებთან ვსაუბრობ ეკონომიკაზე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩემი საავტორო პროგრამის სტუმარია ცნობილი ქართველი მეცნიერ ეკონომისტი, კვლევარი, გამორჩეულად საბანკო საქმესი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნუკრი ბიხანაშვილი. მოგესალმებით ბატონო ნუკრი, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისათვის, იმისთვის რომ გამოთქვით მზაობა ჩვენს ტელემაყურებელთან ვისაუბროთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემატიკაზე და ეს თემატიკა გახლავთ თქვენი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, ვიტყოდი ძვირფას ტელემაყურებელს კი ვეთქვი, რომ ბატონ ნუკრის გააჩნია სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ამავდროულად პრაქტიკულად ნამუშევარია საბანკო სისტემაში, ყოფილ ბინსოცბანკში, ეროვნულ ბანკში საქართველოსი, კონტროლის პალატაში და ასე შემდეგ და ასევე არის არაერთი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული კვლევების ავტორი საქართველოში და დღევანდელი თემა ჩვენი ზოგადად მოვხაზეთ ასე, იმიტომ ეს არის პირველი სტუმრობა ბატონი ნუკრისი ჩემს პროგრამაში და თემა მინდა წინასწარ ასეთი განსაზღვროთ. ძვირფასო ტელემაყურებელო, თქვენ იცით პოზიცია ჩემი პროგრამის, რომელსაც ხშირად სლოგანად გასდევს ხოლმე დიდი ილიას უმნიშვნელოვანესი თეზა ერთ-ერთი აწყვოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა და დღეს როცა ვეხებით ყველგან ჩემს პროგრამაში სხვა მედიაში აქტუალურია პრობლემა ეროვნული ბანკის, საერთო საბანკო სისტემის, ეროვნული ვალუტის და ასე შემდეგ მე ჩავთვალე მიზანშეწონილად რომ ცოტა უფრო სიღრმეებისკენ ჩაგვეხედა ამ თემატიკაში და გაგვეხსენებია თქვენთვის უბრალოდ ტელემაყურებლებო ისტორია ქართული საბანკო საქმიანობისა. არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე ცოტა 150 წლის ისტორია აქვს ამ საქმიანობას დაწყებული იდეიდან მის პრაქტიკულ განხორციელებამდე და როგორც ყველა დიდ საქმეში, ამ საქმეშიც ლომის წილი აქვს შეტანილი ჩვენს წმინდანს, ერის მამას დიდ ილია ჭავჭავაძეს მის თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად. დღეს სტუმრად ბატონი ნუკრის მოწვევა იმანაც განაპირობა, რომ ბატონი ნუკრი ერთ-ერთი იმათ თაგანია და ესეთი მკვლევარების რიცხვი ძალიან მცირეა და უნდა ვახსენოთ ალბათ ბატონი იოველ ასათიანი, რომელიც იკვლევდა საბანკო საქმიანობის ისტორიას და ახლა არავის აწყენად არა, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ამის მერე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული კვლევები ისტორიზმის თვალსაზრისით აქვს ბატონ ნუკრის დღევანდელ ჩემს სტუმარს. ბატონო ნუკრი, მოდით ასე დავიწყოთ. არასაქმე როგორც იქნება იტყვიან და მეტ ადრე სახელმწიფოს მშენებლობა შიშველ ნიადაგზე არც ერთს არ გავაკეთებია, ვერც ჩვენ გავაკეთებთ ამას და მცდელობები შეიძლება მავანს ქონდა და ასეთი რამეს დაგვიმკვიდრა მავანმა პოლიტიკოსმა, რა ჩვენ მოვედით და ჩვენ ვიწყებთ საქართველოს მშენებლობას, ეს ასე არ არის და ეს ეხება რა თქმა უნდა პირდაპირ გაგებითაც საბანკო საქმიანობას. მე მინდა ახლა თქვენი ერთ-ერთი წიგნი წარუდგინოთ ჩემს ძვირფას მაყურებელს ბატონო ნუკრი, ამას ქვია საქართველოს საბანკო საქმე და ამ ეს მონოგრაფია გახლავთ და ეკონომიკური საზოგადოებისათვის მაინც უნდა დავასახელო ამ წიგნის რედაქტორი გახლავთ
რედაქტორები გახლავთ, უცნობილესი ქართველი მეცნიერ ეკონომისტი, აკადემიკოსი ბატონი იაკობ მესხია და ასევე ექსპერტები და რეცენზენტები არიან ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ეკონომიკური საზოგადოებისათვის ასევე უცნობილესი ადამიანები, ბატონი ვლადიმერ ბატეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი და ბატონი ვასილ გიგოლაშვილი, უცნობილესი ფინანსისტი, ნათელში ამყოფს ორივე სული ღმერთმა და ეს კიდევ ერთ რამეზე მიგვანიშნებს ყველას ერთად, რომ როცა ასეთი ადამიანები მაგაციეს ასეთი შრომა და შეაფასეს ბატონო ნუკრი თქვენი ნაშრომი, ეს მის ღირებულებას და მნიშვნელობას უცილობლივ ადასტურებს. მაშინ ასე მინდა დავიწყო ბატონო ნუკრი ესე ტრაფარეტულად შეიძლება ჟღერდეს ეს ჩემი კითხვა, მაგრამ მაინც ასე. ისე როგორც ნებისმიერ საქმეს თვითონ წიგნისზე მუშაობასაც, ნაშრომსაც, რაღაც თავისი მოკლე ისტორია გააჩნია უცილობლივ და მოდი პირველი შევეხოთ ასეთ რამეს, ბუნებრივს ძალიან. თქვენი мотиваცია. რატომ მოკიდეთ ამ ისტორიზმის კოლევას ხელი და ანუ წიგნის ის უმთავრესი ნაწილი, რომელიც საბანკო საქმის ისტორიას ეხება ჩვენი ქვეყნისა, რა იყო თქვენი мотиваცია? რა ამგიბის გათაკეთ? დიდი მადლობა ბატონო ოთარ წარდგენისთვის, მივესალმებით თქვენ სტუდიას. სასიამოვნოა რომ ვარ თქვენი გადაცემის სტუმარი, ჯერჯერობით პირველად ვარ თქვენთან და ნახოთ ალბათ ვითანაშრომლეთ მომავალში. დიდი მადლობა. აი ბატონო ტელემაყურებლებო ვიმახსოვრებ მე ამას. რაც შეეხება мотиваციას და რა მიბიძგა. მე მქონდა პატივი ბატონო ოთარ უშუალოდ გავცნობოდი ბატონ იოველ ასათიანს, როცა მე მუშაობდი ეროვნულ ბანკში გაზეთ ბანკი პლუსის რედაქტორად, ჩემთან სტუმრობდა ხოლმე ეს პატრიცემული ადამიანი. მომიტანა თავისი წიგნი მაჩვექა დიდი სიყვარულით და სტატიები ბეჭდებოდა ამ წიგნიდან, მე სხვა სტატიებიც და აი ესე შედგა ჩვენი ნაცნობობა და ამას მე ყოველთვის ვიგონებ. უდიდესი პიროვნება. აი ძირობამდე როას გამოკვლეული საქართველოს საბანკო სისტემის ისტორია, მისი პერიპეტიები, მათ შორის ქართული საადგილმულო ბანკის შექმნის დაარსების და მისი მთელი ისტორია. ეს ერთი მოტივი. მეორე მოტივი გახდათ ის, რომ შემდგომ ეტაპზე დაახლოებით 2-3 წელიწადში მე მომეწია მუშაობა ბატონ ვლადიმერ პატეიშვილთან. მის ბინსოცბანკს უკვე ერქვა საქართველოს ბანკი, საქართველოს ბანკი და ბატონმა ვლადიმერმა მთხოვა მე ეს ისტორიას ჩავღრმავებოდი. მომეძია მასალები, მე მუშაობ არქივში, მათ შორის ბინსოცბანკის არქივში და სხვა არქივებში, ეროვნულ არქივში და ბინსოცბანკის ისტორია, მისი ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკად გადაქცევა, აი ეს საკითხები ჩავმეყალიბებინა და შეგვენახა ეს მომავალი თაობისთვის, როგორ ხდებოდა ჩვენს თვალწინ, მაშინ საქართველოს საბანკო სისტემის ტრანსფორმაცია, საბჭოთა საბანკო სისტემა როგორ იბადებოდა ჩვენს თვალწინ, ახალი დამოუკიდებელი საქართველოს საბანკო სისტემა და მათ შორის კომერციული ბანკები. რამოდენიმე 2 წელი დაახლოებით ალბათ მოვუდი მე აი ამ კვლევას, ბინსოცბანკის მთელი ისტორია მქონდა შესწავლილი. ეროვნულ ბანკში დავდიოდი და მათ არქივებს დიდი სიამოვნებით თავაზობდნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები. დიდი სიყვარულით მე აიხლაც მახსოვს უზარმაზარი რაღაც მასალები მომქონდა იქიდან, მე ამას ჩვენ მუშაობდით და აქედან გამოგქონდა რაღაც საჭირო ინფორმაცია და ვაყალიბებდით იმ საქმეს ვიდეოდით და ვასრულებდით იმ საქმეს, რაც ბატონი ვლადიმერის დიდი სურვილი იყო. აი ასეთია დაახლოებით ის მოკლე ისტორია და ამან გამოიწვია ის, რომ მე უფრო ღრმად დავინტერესებული ვიყავი ბატონ იოველის წიგნი მომდევნობით გადავიკითხე, მოვიძიე სხვა წყაროებიც და შეიქმნა ბოლოს ეს წიგნი, რომელიც უკვე გამოიცა უკვე ჩემი კონტროლის პალატაში მუშაობის პერიოდში და აქაც დიდი დახმარება გამიწია ბატონმა იაშამ, რომელიც წიგნის რედაქტორია, ასევე ბატონმა
ვლადიმერ პატეიშვილმა. ასე შეიქმნა ჩემო და ერთიც ახლა ლოგიკურად რო გავყვეთ და ეს ასეც არის, რომ ბენსოლცბანკიც ეს არის საბჭოთა ბანკი და აი ამ კვლევამ გაჩვენა თქვენ ალბათ ისიც და განსაკუთრებით ბატონი ასათიანის კვლევებმა, რომ უნდა წასულიყავთ უფრო სიღრმეში და მოგეძიებიათ. მოდი ასე ვთქვა დღევანდელი ტერმინებით ბატონო ნუკრი საბანკო საქმიანობის კულტურის სათავეები ჩვენი სამშობლოსათვის ჩვენი ქვეყნისათვის. და მოდით მე გთხოვთ ახლა ასე დავიწყოთ ეს ყველასთვის არ არის ცნობილი და სპეციფიკური თემაა და საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს ამ ნაწილშიც ჩვენი დიდი ისტორია. მოდი ასე დავიწყოთ. ბევრ საზოგადოებაში ბატონო ნუკრი ახსოვს საადგილმამულო ბანკი და ასეც არის აღბეჭდილი უმეტესობის მეხსიერებაში, მაგრამ ცოტა წინ სხვა რამეც უძღოდა ამას, ასე არ იყო ეს ჩანაფიქრი, როგორც ცნობილია, თქვა, საუბარი არის სათავადაზნაურო ბანკზე, ეს დაკავშირებული არის მაშინ რუსეთის იმპერიაში განხორციელებული ერთადერთი საგლეხო რეფორმაზე, რომელმაც გააჩინა გარკვეული საკუთრებითი ურთიერთობების ახალი ფორმების ჩამოყალიბება, საუბარი არის რუსულ იმპერიაზე, ეს არ არის ჯერ საბჭოთა კავშირი ბუნებრივია და აი მე მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება ბატონო ნუკრი ჩვენი მაყურებლისათვის ეს ეტაპებიც რომ შევახსენოთ თავისი გვარსახელებით და მე არ დაგასწრებ თქვენ იტყვით ამას ეს თქვენს ნაშრომებშიც არის ამ წიგნშიც არის და ბევრგან მაგრამ ეს კიდე ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და მე გავშალოთ მთელი დისკუსია რა იყო იმ პერიოდისათვის ეს არის ჩვენი მისია დიდი სიამოვნებით მოკლედ ბატონო ოთარ აი ამ წიგნში ჩამოყალიბებული ის ისტორია, რომელიც ეხება სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შექმნას, მოკლედ ზნეობრივი გაკვეთილებებით, აი ბანკის შექმნის იდეაც და საქმეც ერთი დიდი პოემასავითაა. აბა თქვენ ნახეთ, გადახედავდით აი ამ ნაწილს წიგნისას, რამხელა სიყვარული დევს ამ საქმის კეთებაში და რა მიზნები აქვს ამ საქმეს. არა მხოლოდ მატერიალური, არა ეკონომიკური, არამედ სულთა სულიერი ერის აღორძინების, ერის განვითარების. ეხლა ერთი ასეთი პარადოქსი მინდა თქვა. საქართველოს 3000 წლოვან ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, რომ საქართველოს თავისი ფულადი ნიშნები არ ქონოდა. 100,000 მონეტა აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ არც ერთ ეპოქაში ბატონო ოთარ საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო სისტემა დამოუკიდებელი ბანკი არ გააჩნდა მე-20 საუკუნემდე. ზეგან ტრანსფორმაცია ვახსენეთ ჩვენ ისოს ბანკიდან შემდეგ. ესე იგი, პირველი ქართული ბანკი შეიქმნა მეფის იმპერიის პერიოდში. შემდგომ ის ტრანსფორმირდა საბჭოთა სისტემაში და საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ მე-20 საუკუნეში, მე-20 საუკუნის ბოლოს ეღრისა საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო სისტემა და კომერციული ბანკების დაფუძნება და შექმნა. აი ეს იყო ტრანსფორმაცია. ეხლა როგორი იყო სათავეები? თქვენ ბრძანეთ აი რა წარამძღვრები ქონდა ამ ყველაფერს მეფის რუსეთის დროს, როცა საქართველოში შეიქმნა პირველი ბანკი, კომერციული ბანკი. მე მინდა ილიას სიტყვები თქვა, რომელიც ყოველთვის აი ხდება ხოლმე ზოგან ინსტიტუტებში და დაწესებულებებში, სასწავლო დაწესებულებებში პლაკატებზე გამოფენილი ილიას სიტყვები. დღეს შემთხვევისა გაბოს ხვისა და სხვისა ჩვენთვის მარტო ბანკია ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიცვლა და გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ. ყოველი სიტყვა, ყოველი საქმე ბანკის შესახებ ამ მიზნით უნდა იყოს გამსჭვალული. ესე იგი, ილიას თხოვდა საზოგადოებას, რომ ბანკზე ილაპარაკეთ ფაქიზად. ბანკი ახსენეთ და ამ საქმეს მოუყიდეთ ისე, როგორც არა მხოლოდ როგორც ბანკი და ფულის კომერციული ფულის შექმნის ობიექტი, არამედ ერის თვითმოქმედების, ერის აღზრდის, განვითარების წინაპირობა. მოგეხსენებათ 1861 წელს მოხდა საგლეხო რეფორმა. დაახლოებით 3 წელიწადში 1964 წელს უკვე
დიმიტრი ყიფიანს გაუჩნდა იდეა, რომ გამოყენებული ყოფილიყო არსებული სიტუაცია და მომხდარიყო, ესე იგი, რაღაც ფიქრი, ალბათ მარტო ყიფიანი არ ფიქრობდა ამ თემაზე, ალბათ ნიკო ნიკოლაძე, ილია, მაჩაბელი, წერეთელი, რომლებიც ჩართული იყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში და აქტიურობდნენ. ეს იდეა გაჩნდა. ეხლა საგლეხო რეფორმა რას ითვალისწინებდა? განთავისუფლდნენ გლეხები ბატონყმობისგან, მაგრამ მათ მიწა ვერ მიიღეს. მიწის გარეშე ისინი განთავისუფლდნენ. და სანაცვლოდ ხელისუფლება, მთავრობა თავადაზნაურობას თავაზობდა არაზღაურებას კომლზე 400 მანეთის ოდენობით. კომლზე 400 მანეთი, ეს იყო დაახლოებით 2 წლის ის შემოსავალი, რასაც მე ბატონე, მიწის პატრონი თავის დროზე ღებულობდა ყმა გლეხისგან. 2 წლის განმავლობაში ამბებს გამოიმუშავებდა გლეხი, რომ ესე იგი თავის მე ბატონე ერჩინა. გადაეხადა მე ბატონისად. ხო. ანუ აი ეს 400 ლარები რო არ დაკარგულ 400 მანეთი რომ არ დაკარგულიყო და რომ არ გაფლანგულიყო, გაუჩნდა დიმიტრი ყიფიანს იდეა და 11 წელი დაჭირდა აი ამ იდეას 64 წლიდან 75 წლამდე, რომ ეს იდეა ქცეულიყო საქმედ. ანუ 1875 წელს დაფუძნდა თბილისის, ხოლო 1 წლის შემდეგ ქუთაისის საადგილმამულო ბანკი. ეს ამ საქმემ, ესე იგი, უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ დროიდან ქართულ საზოგადოებაში. იბეჭდებოდა პრესაში. მათ შორის იმპერიის პრესაში ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა. მოკლედ აქ ადგილზე საქართველოში მაშინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ საზოგადოდ, ასე ვთქვათ, ეს ფეოდალური საზოგადოება და სამოციანელები, ახალი თაობა, არამედ თვით ამ სამოციანელებშიც ერთმანეთის პირებს აღმოჩნდნენ, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძე დაპირისპირება, ილია და დიმიტრი ყიფიანი ვანო მაჩაბელთან, აკაკი წერეთელთან და ასე შემდეგ. მოკლედ ამ საკითხმა, ამ თემამ მიიღო ასეთ სახელწოდებას კი დაარქვეს ქართულმა პრესამ კი შეარქვა ამას ბანკო ბიადა. ეს ბანკო ბიადა როგორც საბანკო ომი საქართველოში. შემდგომი ეტაპი ის იყო, რომ დიმიტრი ყიფიანი, ესე იგი, გარკვეული მიზეზების გამო გადადგა თავადაზნაურთა წინამძღოლის მარშლის თანამდებობიდან, ჩამოცილდა ამ საქმეს და დადგა საკითხი, თუ ვინ გაუძღებოდა ახლა ამ საქმეს და ნიკო ნიკოლაძე წერს თავის წერილებში, რომ რამდენჯერ მოგვიხვდა ასვლა დუშეთში, მაშინ იდეა მუშაობდა დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ, რომ გვეთხოვა და გვეყოლიებინა და ჩამოგვიყვანა იდეა თბილისში და ჩადგებოდა ამ საქმეს სათავეში. ერთი სიტყვით დაიყოლიეს იდეა, ჩამოიყვანეს თბილისში და ილიამ, როგორც მას ყველა საქმეში შეუდა, უდიდესი ენთუზიაზმი და ენერგიით მოკიდა ხელი ამ საქმეს. ეხლა აქ რაღაც თანხებზე არ არის აუცილებელი ლაპარაკი, თუ რა თანხების აკუმულაცია მოხდა. არა, შეიძლება მანამ სანამ მივალთ, კი დავასახელებთ ამას, იმიტომ რომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ თვითონ რუსეთის იმპერიამაც ხელი შეუწყო ქუთაისისა და თბილისის ბანკების აი ამ საისრებო კაპიტალში ფულის ჩადებას, გარდა ამისა ის 400 მანეთი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, რომ კომს უნდა მიიღო და ჩანაფიქრი სწორედ ამაში იყო, ჩვენ ამაზე უფრო დაწვრილებითაც ვისაუბრებთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო აქციონირებისათვის გლეხების ჩანაფიქრი ასეთი იყო და რა შედეგი მიიღო ეს ცოტა გვიან, მაგრამ მოუბრუნდეთ ახლა იმ ბატალიებს მაინც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რატომ მინდა ბატონო კრიამას გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენ უდიდეს სახელებს და გვარებს ვასახელებთ ახლა ჩვენს მართლა დიდ და გენიალურ წინაპრებს დიმიტრი ყიფიანს, ნიკო ნიკოლაძეს, დიდილიას თავისთავად, აკაკი წერეთელიც კი ბარს რო გონია მხოლოდ პოეტია და არა და აკაკი აქტიურად არის ჩართული ამ დისკუსიებში
და მაინც ის გამოვკვეთოთ პირველი ჩანაფიქრი დიდი დიმიტრი ყიფიანისა სათავადაზნაურო ბანკზე ანუ საუბარი არის რომ თავადაზნაურობა რომელიც ღებულობდა ამ სახსრებს ის ყოფილიყო დამფუძნებელი და თითქოს მარტივი მაგრამ ტრანსფორმირებას როგორ განიცდის დიდი ილიას ჩარევის შემდეგ მოდი ისიც გავიხსენოთ რომ ილია წელიწადზე მეტი რუსეთში წავიდა სპეციალურად რომ რუსული კომერციული რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობა შეესწავლა და ის როგორ თვითონ უყვარდა ხოლმე და ასე დაგვიდა ის გამოცდილება დაემყნო ქართული ინტერესებისათვის და ესეც მიდგომა და რატო ვამბობ ამას ბატონო ნუკრი გასაგონად დღევანდელი რეფორმატორებისა ესე იგი ჩვენ დიდი წინაპრები ხბოდის ვიხდი და როგორც ხანდახან ჩვენ მოგდის ხოლმე რომ აი შოშიებივით აქვს პირი დაღებული და უცხოელი რამეს თუ გვეტყვის და ამოჩენები მგონია და ერთი გადაქართულებაა ჭირდება ამ მოსაზრებებს და ამას ვაკეთებ და აი ჩვენი დიდი წინაპარი ასე არ აკეთებდა საქართველოსია დაბადებული ბანკის იდეაც და გლეხების საკითხო რეფორმამ საფუძველი იმით შეუქმნა რომ საკუთრებითი ურთიერთობების სხვათან დღეს რასაც კაპიტალიზმის შესახებ ეს ურთიერთობა ღალიბდებოდა და ამ გენიოსმა ხალხმა ეს განჭვრიტა ბატონო ნუკრი და ამიტომაც სწავლობდნენ იმ იმპერიაში იმ სივრცეში რომლის ნაწილები ვიყავით ჩვენ და არ გამოსულა ეს ხალხი დროშებით ახლა რომ აღარ გვინდა რუსული მანეთი და ასე შემდეგ მაგრამ ბანკის ის შესაძლებლობანი დაენახათ რომელიც გამოყენებული იქნებოდა ეროვნული საქმიანობისათვის ამიტომ არიან ისინი დიდი ეროვნული მოღვაწეები აი ეს ასპექტიც გავახსენოთ მაყურებელს ბატონო ნუკრი კი ბატონო დიდი სიამოვნებით მოკლედ იდეა მდგომარეობდა საზოგადოებრივი სააქციო ბანკის შექმნაში მათ შორის გლეხების მონაწილეობა. ეს იყო დემოკრატიულ პრინციპებზე ორგანიზებული, მოგებაზე ორიენტირებული და მოგებით საზოგადოებრივი განვითარების ხელშემწყობი არასახელმწიფო კომერციული ორგანიზაცია. საფუძველი თქვით რომ იყო დიმიტრი ყიფიანისეული იდეა რომ აი ეს 400 მანეთი კომლზე გამოყენებული ყოფილიყო და ჩადებული იყო და ამ თანხამ შეადგინა სულ მილიონზე მეტი 1,840,000 მანეთი შემდგომ ეტაპზე ხელისუფლება დაეხმარა და 160,000 კიდევ დაიმატა ბანკმა რომ თავისი მოღვაწეობა ჩამოეყალიბებინა განავითარებინა და აი ესეთი დემოკრატიული პრინციპებზე ორგანიზებული საბანკო საქმე და ბანკი მაშინ რუსეთის იმპერიაში არ არსებობდა გაოცებული იყო რუსული პრესა აუღრებელი სტატიები იბეჭდებოდა და ამ იდეის რეალიზაცია როგორ ხდებოდა ახლა ბატონოთა რომ დიმიტრი ყიფიანიც თავის დროზე როცა იდეის განვითარება დაიწყო უამრავი ბანკის წესდებები შეისწავლა რა სახის ბანკები მათი შინაარსი არ იყო ეს ადამიანი ბანკერი თქვა არც ილია იყო ბანკერი და მოუწიათ აი ამ საბანკო საქმის შესწავლა. შემდგომ უკვე დიმიტრი ყიფიანის გადადგომის შემდეგ უკვე ილიას მოუწია ჩემო ბატონო პეტერბურგში წასვლა, იმიტომ წესდება შეადგინა კომისია, ილია იყო ამ კომისიის წევრი და როგორც გამგეობის თავმჯდომარე ფინანსთა სამინისტროში უნდა დამტკიცებულიყო ეს წესდება. ილია გაემგზავრა პეტერბურგს რომ წაშოლებოდა ამ ადმინისტრაციულ საქმეს რომ ეს წესდება დროზე დამტკიცებულიყო იმპერიის სათავეში და პარალელურად დადიოდა ბანკებში ამ წლების მანძილზე დაახლოებით 10 წელი დაჭირდა თუ არ ვცდები ილიას რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულად შეესწავლა ჩამოეყალიბებინა და იქიდან იწერება რომ არ გვიშვებენ ბანკებში არ უნდა ჩაგვახედონ ამ საქმეს და დიდი ტანჯვა წვალებით რაღაცას მიაღწიო და ბოლოს იქნა გამარჯვებული დაბრუნდა სანქტ-პეტერბურგიდან და ბანკმაც დაიწყო ფუნქციონირება. და რა შემდგომარეობს კიდევ ამ საადგილებლო ბანკის დემოკრატიული შინაარსი და მისი რაღაც უნიკალურობა იმპერიის მასშტაბით რომ აქ დამფუძნებელთა შორის გლეხების მონაწილეობდნენ და გლეხის შვილებიც თვით ესე იგი გლეხის შვილები თქო მამის სიცოცხლის პერიოდში ასევე ყველა ქალბატონს ჰქონდა უფლება ყოფილიყო დამფუძნებელი შესულიყო წილში
ამ საბაკო საქმის. აი ესეთი უნიკალური გამოცდილება შექმნეს თავიანთი ხელებით ჩვენმა დიდმა სასწავლო კაცებმა და შემდგომ ეტაპზე ალბათ მომეცემა საშუალება თქვა თუ რა შედეგები გავიგო. რა თქმა უნდა, აუცილებლად, მაგრამ ადგა ეს ქართველი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, შედეგებზეც ვისაუბრებთ, ახლა ერთ მინიშნებას გავაკეთებ. ზურბასო ქართველებო, ხა ჩვენ იმ ქვეყნიდან, რომლისგანაც ვსწავლობთ საბანკო საქმიანობას, როცა საქართველოში დიდი ილიას ეპოქაში ქალებს აქციონირების უფლება ჰქონდათ და იმ ქვეყანაში საარჩევნო ხმის უფლება არ ჰქონდათ. ეს ისე მინიშნებისათვის გამგებმა გაიგო და ჩვენს რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე ამ პროგრამაში ბატონო და მე მადლობელი ვარ რომ კიდე ერთ საშუალება მომეცით ეს მინიშნება გამეკეთებია. ეს იმიტომ ბატონებო რომ ჩვენში მოხდა წყვეტა ჩვენ უარი ვთქვით ბევრ გამოცდილებაზე რომელიც ქართულია ჩვენ წინაპრების მოტანილია და მერე ვიწყებთ აი რაც ვახსენეთ ცოტა უხეშად თუ გამომივიდა მომიტევეთ შოში ავსწავლეთ რომ გვაქვს პირი დაღებული და ყველაფერს მხოლოდ უცხოურს ვეტანებით და ვერ ვიკულებთ ჩვენსას აი იცით ახლა კიდე რა გამახსენდა ბატონო დიდ ნიკო ნიკოლაძეს რომ ძალიან აქტიური მონაწილეა ყველა ამ პროცესში და თქვენ ახსენეთ ეს უკვე და კიდე მოგიწევთ იმედია დარწმუნებული წავარ ნიკოს ხსენება ამ საქმეში დიდი იკო როგორ ამბობდა იცით რომ ზოგიერთი ისეთი მასწავლებელი ძიძა ყავსო რომელიც თხის რძეს გვაწოვებსო ჩვენ რძის ნაცვლად და აქედა კარგები ვერ გამოვათ რაღაც ასეთი რამე აქვს დიდ ნიკოს ნათქვამი და ესეც უნდა გავიხსენოთ ეხლა დააგვირდით და მე მინდა რომ თქვენ მაყურებელს მოუთხროთ ბატონო ნუკრი იმის შესახებაც რომ და დღეს შევხედოთ ამას რა ხდება რატო თხოვენ ილიას და რატო ჩადიან დუშეთში რომ მან მომრიგებელ მოსამართლეობაზე თქვას უარი და წამოვიდეს და მოგიდოს ამ საქმეს ხელი. აი ამის შეფასებამდე სხვაც უნდა გავიხსენოთ. რა უნდა თავად კაც დუშეთში მომრიგებელ მოსამართლეებს. თქვენც მეც და ბევრი ვინც დუშეთში ვართ დამყოფი დღესაც დგას ეს პატარა სახლი რომელსაც მემორიალი დაფარშონებს რომ აი აქ მომრიგებელ მოსამართლე იყო დიდი ილია. ქართველებო ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. ანაზღაურების არ წასულა თავადი ჭავჭავაძე იქ. იმისთვის რომ ეროვნული ქართული სახელმწიფოს მომავალს დამოუკიდებელი ქართული სასამართლო ჭირდებოდა და ამით მან მაგალითი აჩვენა საქართველოს საზოგადოებას რომ ეს გასაკეთებელი საქმე ერთი დღეს შევეხეთ ახლა რომელზეც დგას სახელმწიფო და გარწმუნებული ვარ ახლა ამაში წყაროები მე არ მინახია თუ ნახეთ უბრალოდ ჰიპოთეზას გამოვთქვამ რომ ერთ-ერთი არგუმენტი ილიასთან მოლაპარაკებების დროს ალბათ ისიც იქნებოდა რომ ერთ-ერთი დიდი საფუძველი სწორედ ეროვნულობის შენარჩუნების და ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობისათვის ჩნდებოდა ახალი რამ რომელსაც საბანკო სისტემა ჰქვია და ბოლოს მაინც დარწმუნებული ვარ ეს ეროვნული გადაძალავდა დიდ ილიას რომ ახალი საქმისთვის მოეკიდა ხელი და მაყურებელს შევახსენოთ კიდე ერთი ბატონო ეს ის პერიოდია, როცა პრაქტიკულად კაპიტალიზმის პირველი ელემენტები ჩნდება თვითონ რუსეთის იმპერიაში და ძალიან კარგად ესმის ჩვენს დიდ წინაპარს, ყველას ვინც მაშინ იყო, რომ უკან ვეღარ მოbrunდებოდა ისტორიის ჩარხი ვერანაირად და ვერც ფეოდალიზმი შენარჩუნდებოდა და ვერც მოდიოდა ახალი ფორმაცია, ეს იყო მიმართულება მაშინდელი ცივილიზაციის და აქ როგორ დიდი ილია ხშირად ამბობს ხოლმე რომ არ უნდა ჩამოვრჩენილიყავით და აი გახსოვთ ეს ფრაზა აქვს ილიას გენიალური მე ძალიან მომწონს ახლის მშენებლობაში მაგარი ქვები უნდა ჩავყაროთ ფუყე ქვა თუ ჩავყარეთ დაგვეშლება მაგრამ ასე ამიტომაც იყო ის რომ სწავლობდა წელიწად ნახევარი რუსეთში ამ ახალი ბანკების ტესტებებს და ვინმე წარმოვიდგინეთ ახლა თავადი კაცი ახლა კაცი დადის სადღაც ბანკებში და და აი თხოვნოს რა თქვი წესდება წამაკითხეთ და რა და როგორ არის ამაზე მინდა არ გიშებნოდო ხო და რა თქმა უნდა მაშინაც ხო კომერციული საიტი უნდა ვიცნება აი ეს უბრალოდ მინიშნებასავით ბატონო კრი რომ აი ამ კუთხითაც შევახედოთ ჩვენი მაყურებელი თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ ამ ისტორიაზე ნამუშევარი და აი ფაქტობრივ მასალასაც ერთი ნიშანდობლივი მომენტი რომ ესე იგი ეს შიგა დაპირისპირებების გზელი არსებობდა ბატონო ოთარ და აი იქ ილია რომ პეტერბურგში ეძებდა გზებს რომ შეესწავლა საქმე და ფინანსის სამინისტროს დაემტკიცებინა საბოლოოდ აქაც კი მომდის ხმები და აქაც კი ბრძნობ რომ მანდედან ვიღაც ხალხი და რაღაც ძალები მოქმედებენ ჩვენ წინააღმდეგ როგორც
ესე იგი, იქ უშინდა ხელს ამ საქმის კეთებაში აქედან, საქართველოსთან. აი, არის ასეთი ბროკჰაუნ ეფრონის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი. ამ ლექსიკონისთვის ილიამ დაწერა თავისი ბიოგრაფია და ამ ბიოგრაფიაში საგანგებოდ გამოყო, რომ უდიდესი შიგა დაპირისპირების შემდეგ ფეოდალურ საზოგადოებას სამოციანელებს და თვით სამოციანელებს შორის ერთმანეთშიც კი როგორც იქნაოდა ამაზე ილია ხას უსვამს ამ მომენტს როგორც იქნა მიღწეული იქნა შეთანხმება მრავალი ეს პერიოდის შემდეგ და შევთანხმებული იყავით ბანკის ასზე როგორი ბანკი უნდა ყოფილიყო და რა საწყისებზე და რა კაპიტალის მოძიებაზე და მის მიზანდასახულობაზე. აი აქ კიდე ერთი რამე ხაზგასასმელი რომ სამოციანელები გააქტიურდნენ დიმიტრი ყიფიანის გადადგომის შემდეგ. როცა დიმიტრი ყიფიანი ჩამოსციდა აი ამ თემას, ბანკობიადას და საერთოდ საბანკო თემას, გააქტიურდა სამოციანელთა თაობა, რომელიც მიხვდა, რომ საჭირო იყო, რომ ეს საბანკო საქმე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნებისთვის გამოიყენებინათ. აი, ესე იგი, ილია და ეს თაობა, ახალი თაობა, როგორც ჩამოყალიბდა და მიხვდა, რომ ეს საბანკო საქმე ყოფილიყო პირველად გამოყენებული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ინტერესებისთვის. მოკლედ საქმე ასე განვითარდა, რომ ნუ სპეციალური შენობა აიგო, რომელიც ყველა მიცით, ეროვნული ბიბლიოთეკის მარცხენა მხარე ეს აშენდა 1913 წლებში და დღეს იქ ეროვნული ბიბლიოთეკა განთავსებული, მაგრამ ეს შენობა იყო სწორედ ის საადმირალო ბანკი. თბილისის საადმირალო ბანკის შენობა. თბილისის საადმირალო ბანკის საუბარი. შემდეგ დადგა მე-20 საუკუნე რუსეთში და მთელს ევროპაში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი შეიქმნა. მემამულეებს შადებული მიწები, კრედიტები რო ქონდათ დაგებული, ვეღარ გამოქონდათ, ტოვებდნენ მიწებს ბანკში, იმიტომ რომ ფული არ იყო, არ ქონდათ რომ ესე იგი გამოეწყოთ მიწები და ბანკს შეერჩა ეს მიწები, ფული პრობლემა შეიქმნა და გაჭირდა მუშაობა. მუშაობა გაუჭირდა კომერციულ ბანკებს და ილია ცდილობდა მე დაერწმუნებინა ეს ბანკის საბჭო, რომ ეს მარტო აქ არ ხდებოდა თქვა თბილისში და ქუთაისში და საქართველოში. მას მოყავს მაგალითები, რომ ტულა, ევროპის სხვა ქალაქ ბესარაბია უამრავი ბანკები იხურებოდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს ბრძოლის აი შინაგანი თუ რა დავარქვა ამას ეს ქართული კაცის არ ვიცი ეს რა ფენომენია აქაც კი არაფრით არ გაიზიარა ბანკის საბჭომ ილიას ეს მოტივები არ გაიზიარა შემოსთხოვდნენ რომ ბანკსუდი ხარ სათავეში კეთილდება და ამუშავე გააზრიერე ბანკი და აი ნიშანდობლივია მე აქ მოვინიშნე სწორედ ის სხდომა 1905 წლის კრების სხდომა, სადაც ილიამ ვერაფრით გაიტანა თავისი და ვერ გახადა ცნობადი და ვერ აღიარებინა საბჭოს რომ ეს კრიზისი არის საყოველთაო და მარტო არ ეხება საქართველოს, მან გააკეთა განაცხადება ვტოვებ ჩემს თანამდებობას მივდივარ ბანკიდან და მივდივარ ამ კრებიდანაც. ადგა დაიხურა და გავიდა. ასე დაასრულა ჩემო ბატონო 1905 წელს ილია ჭავჭავაძემ 30 წლოვანი საბანკო მოღვაწეობა 1875 წლიდან 1905 წლამდე. მე ძალიან მალე საუბედუროდ სიცოცხლეც კი მოუსწრაფეთ. სამწუხაროდ მამას, ეროვნულ მამას და დღეს წმინდანს. ნუ აი ესეთი ილიას საქმიანობა იყო ფაქტობრივად ბრძოლა მთელი ცხოვრება. აი აქაც კი გამოჩნდა რომ მისი საბანკო მოღვაწეობის მთელი ეს პერიოდი უნდებოდა ბრძოლას
და აკეთებდა თან საქმეს. ეხლა ეს საქმეები რაში მდგომარეობდა? აი ბატონო ნუკრი, სანამ კონკრეტულ პროგრამებზე ვილაპარაკებ, დღევანდელი ტერმინებით შედეგები რა იყო და რა მიმართულებები იყო ძირითადი ბანკისა, კიდე მიუბრუნდეთ იმ დისკუსიას და აი ჩანაფიქრს იდეას. კიდე ხაზი გაუსვათ, რომ ეს არის კაპიტალიზმის საწყისი ამ სივრცეში, მხოლოდ და კარგად გაცნობიერებული არა არც წინამძღოლებს ნაციისას და არც საზოგადოებას მეტად კაპიტალიზმის ბუნება რა არის, საბანკო კაპიტალიზმის ბუნებაც რა არის, მხოლოდ მარქსისტობაში არავინ ჩამოგვართოს მე და თქვენ ბატონო ნუკრი თუმცა წაკითხული გვაქვს და ნასწავლიც პირველი მეორე ტომი გამორჩეულა და მესამე და მეოთხე არც შეგიყვარდა ნუკრი და არც მე იქ სადაც პოლიტიზებულია უკვე მეცნიერებისგან შორს არის მარქსი მაგრამ აი მე ნაწილში კაპიტალიზმის ბუნების ნაწილში ეს მაშინ მხოლოდ თეორიის დონეზეა და მერეა რომ მტკიცდება ეს რომ კაპიტალს საბოლოო ჯამში და მეტადრე მის ერთ-ერთ აქტიურ სახეს, რომელსაც საბანკო კაპიტალი ქვია, არც ეროვნება, არც სარწმუნოება, არც ტერიტორიული ნიშანი და არც სქესი. ილიას ჰუმანიზმი და მისი თანამედროვეებისა აი აქ უნდა ვეძებოთ და დავინახოთ ბატონო ნუკრი და თქვენ ამაზე თქვენს მონოგრაფიაშიც არაერთი მინიშნება გაკეთებული და ცალკეული ეკონომისტები ამას ამ კუთხითაც ვაფასებთ. ის რომ მან დაინახა პირველი რომ ეს გარდუვალია და უკვე თქვით კიდევაც რომ ვთქვათ ვერ აღდგება უკვე ფეოდალიზმი და ესეც საკუთრე ვერ იქნება ეს ფორმა და ბანკი და საბანკო საქმე გამოყენებული იქნას იმისთვის რომ მოემსახუროს ეს ძალიან მარტივად დღევანდელი საზოგადოებისთვის გასაგებად რომ ვთქვათ მაინც ვთქვათ ბატონო საადგილმამულო რატო ახაზი გასმული რომ სწორედ პროგნოზი სწორადაა გაკეთებული ამ ჩვენ გენიოს წინაპრებს რომ მიწით ვაჭრობა დაიწყება ახლა აუცილებლად და ქართველს რომ არის არალეზე არ გაეპლანგა ეს უმთავრესი სიმდიდრე რაც ქონდა ქვეყანას და არა მარტო მიწის აი დღევანდელი ტერმინები დანარჩენი რესურსებისა რაც ქონდა და ამას მომსახურებოდა სააქციო კაპიტალისას დღეს თქვენ ისე თქვით მაგრამ კიდე ერთხელ მიუბრუნდე მინდა ამ თემას უმნიშვნელოვანესია ეს რომ გლეხიც მონაწილე იყოს ამის ეხლა მე დღეს პარალელს გავავლებ და უხეში გამომივა ეს პარალელი მაგრამ მაინც უნდა ვთქვა მე-21 საუკუნე მიდის დღეს 2016 წელია და დღესაც კი ჩემო ბატონო ნუკრი ქართველობას კარგად არ გვაქვს გაცნობიერებული თქვა სააქციო საზოგადოებების შექმნა სააქციო კაპიტალის ადგილი და როლი სწორედ იმ სოციალური წონასწორობისათვის ჩვენ ქვეყანაში და გამოვედევნეთ მხოლოდ ერთს კაპიტალის მიერ მაქსიმალური მოგების მიღწევას. ამაზე ჩვენ სხვა შეხვედრაზე, შემდეგ შეხვედრაზე ვილაპარაკებთ, ნუ თქვენი მონოგრაფია იძლევა ამის საშუალებას შევაფასოთ დღევანდელი მე ვახშურ აი კაცებლურ ყაჭაღური საბანკო სისტემა, რომელსაც ქართული არაფერი არ გააჩნია, მაგრამ იქ იმ ძირს მიუბრუნდეთ. რატომ მინდა ეს ბატონო ნუკრი რომ თქვენ ამას გავუსვათ ხაზი? არ არის ეს აღმოჩენები ზოგადად ქართველებისაც აღმოჩენილიცაა ეს წინააღმდეგობა დიდი წინაპრების მიერ და ახლა აკეთებენ აღმოჩენებს რომელსაც არიციან ჭყალებში ეს აღმოჩენები რომელსაც არიციან წარსული და არიციან ეჩვენი დიდი მოაზროვნენი აი ეს დავაკავშიროთ თქვენებული ხედვა ამისა ბატონო ნუკრი და მე თუ შეიძლება აღარ ჩაგერევით ცოტა ხანი ძირითად მიმართულებებს, ანუ ძირითად შედეგებზე რა გააკეთა საადგილმამულო ბანკმა, გაკეთებაზე მეტი აი მეკითხოთ ხაზი გაუსვათ, რა მიმართულებები იქნა ხო მიმართულებები პრიორიტეტად მიჩნეული ამ ბანკის მიერ და იქ ბევრი რამ გამოჩნდა. ბატონო თქვენ კარგად დააკავშირეთ და ეს საფრთხეც კარგად ისაქენ დაინახეთ აქ რომ საადგილმამულო თვითონ სიტყვა საადგილმამულო ამიტომ შეირჩა და ამიტომ ეს ხო დისკუსიის შედეგია რა თქმა უნდა დიდი დისკუსია ჩვენ ხო ნახეთ და ეს სწორედ ანტიიმპერიული გადაწყვეტილებაა სხვათა შორის ეს არ შეიძლება ცენტრის იმ მეფის იმპერიისათვის ეს მისაღები ყოფილიყო ეს დღევანდელი ტერმინი ეს არის დისიდენტური საქმიანობა, რომელსაც შეიძლება აწარმოებდეს. რა თქმა უნდა. ანუ ერთ-ერთი მოძრაობისა, როცა ადამიანთა ჯგუფები
მოაზროვნეები იბრძოდნენ ერის ქმნიდნენ ერის ეკონომიკურ საფუძვლებს და რომ მიეღწიათ ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის რა. აქედან იწყებოდა ალბათ პოლიტიკური დამოუკიდებლობის საფუძვლების შექმნა. ესე იგი, სწორედ ამაზე ამახვილებს აქცენტს იგივე ბატონი იოელ ასათიანი თავის ვრცელ და დაწვრილებით ნაშრომში რომ ესე იგი ეს იყო უაღრესად დემოკრატიული პრინციპების შადება საბანკო საქმეში საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. ანუ ბანკი იყო კომერციული, ცხადია, არასახელმწიფო, კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ ამ მონაგების სად უნდა წასულიყო და რაში უნდა დახარჯულიყო. მიზანი ეს იყო. ერის ფეხზე დაყენება, აზროვნების განვითარება, სწავლა და მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება და ამის სწავლა. ეხლა ჩვენ აქ სულ რამოდენიმე მიმართულება გამოყოფ მე და აღარ იმას გავაგრძელებ წვრილმანებზე საუბარს თუ რა კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ საბანკო საქმის წამოწყებას, რომელსაც ილია 30 წელიწადი უძღვებოდა. ეს იყო განათლების სფერო, ეროვნული კადრების მომზადება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ ეს საქმე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა ადამიანების მიერ თვითომანეთის შეგროვებით დაიწყო, გაიხსნა პირველი სკოლა, ეს იყო ხოვლეში, მაშინდელი გორის მაზრაში, სოფელი ხოვლა, ჯავახიშვილებიანთ სამამულოში და ამას მერე ანუ წაეშველა და წაადგა შემდგომ ეტაპზე უკვე საადგილმამულო ბანკი თავისი მოგებით, თავისი ფინანსებით და გავრცელდა ანუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა ემსახურებოდა აი თვითომანეთის შეგროვებული ფულის დაიმ პირველი სკოლის განვითარებას. ეს იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. აი სანამ გადავალთ, ვიცით ეს მე თქვენაშონ ყურადღებით ამას საკითხული. აქ ცოტა შევჭერდეთ, რა მინდა შევჭერდეთ. ისევ პარალელებისათვის ჩემო ბატონო ნუკრი. მე ვიცი თქვენი ბუნება, თქვენ წარსულს ეძებთ, იმიტომ რომ მე შეეცადოთ გაიმი თვალი დაინახოთ დღეს რა ხდება და როგორ ხდება. აი ახლა შესანიშნავ მაგალითს გეტყვი, თქვენ ცნობის მოყარეობას კი არა, უბრალოდ თქვენს мотиваციას გავუმაგრებ კიდე. 2016 წელს ახლა თქვა ხელისუფალმა, რომ ჩემი პრიორიტეტი იქნება განათლება და რა თქმა უნდა სწორი და ყველაფერი, მაგრამ აღმოჩენაა განა ეს ქართული ეკონომიკური აზრებისათვის და ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელი დიდი მამების. არაფერი ბატონო, სხვა არაფერი არ არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და პრიორიტეტულობა სწორედ პირველ ადგილას რო დააყენა ჩვენმა დიდმა წინაპარმა და ეს არის დღევანდელი ტერმინობით განათლების რაც გინდა ეს დავარქვათ პროგრამა, მიდგომა, ხედვა და რეფორმა და ასე შემდეგ. აი ამ ტელევიზიაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ბატონო, ნუკრი აქ ორი სპეციალური პროგრამა, საავტორო პროგრამა გადის განათლების ეპოქა და განათლების ეკონომიკა და ჩვენ ამას ვახსენებთ ხოლმე საიდან მოდის ეს და იმ ძირებიდან და იმიტომ ვახსენებ მე დღესაც. სწორედ ასე უნდა გავიაზროთ ეს. ის რომ აი ეს მართლა დიდი წინაპრები, ჩვენი უდიდესი წინაპრები აქეძებდნენ ასე ვთქვათ, გზას და საშველს, საიდანაც უნდა გაკეთებულიყო ქართული სახელმწიფო და ეს მეორე მენიშნება ჩემგან როცა სასამართლოზე გავაკეთე პატარა ჩართვა ბატონო ნუკრი რა წავიდა თავადი დუშეთში მეთქი და მეორე ესა წერა-კითხვა იხომ არ გაუყვია ჩვენს წინაპარს თავადი შვილისთვის უნდა ესწავლებიათ ეს გლეხიშვილისთვის და ვისთვის ეს სკოლა იყო ყველასათვის იმ ხოვლეში საჯავახო ანჩი საჯავახიშვილები იყვნენ გორში ივანე ჯავახიშვილი დიახ ხო მარტო ამათვის არ იყო აი ეს არის ისიფნე და ამ მოტივზე გამახსენდა იმიტომ არ შემიძლია მე ბატონო ნუკრი მომენტად ხარ თქვენ ჩემ პროგრამის მაყურებელი და უცხო არ იქნება თქვენთვის მაყურებლისთვის მით უმეტეს როცა ილიას ვახსენებ ხოლმე ძალიან ხშირად ბომდის ნიკოს ხსენება და სურვილი მაქვს ამისი დიდი ნიკო ნიკოლაძის და ეს საოცარი რაღაცა გამახსენდა განათლებასთან მიმართებაში და ვთქვა მაშინ 19 საუკუნის სასრულს
დიდი ნიკო აკეთებს პატარა ესეს წერს აქვეყნებს და ამბობს ასეთ რამეს რომ შემდეგი საუკუნე იაპონელების საუკუნეა და წერს შემდეგ რამეს აკეთებენ ესენი ჩაიფიქრეს რეფორმა განათლებაშიო და ეს განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ ტრადიციებს იაპონიისა ახლა მოდი რუსეთის იმპერია ძვირფას ტელემაყურებელი და ნიკო ნიკოლაძე უცნობი კაცი არ არის უცნობილესი კაცია და ამით ქართველობას რას ეუბნება აი იმ წერა-კითხვას მიუხედავად ახლა და ეს წერა-კითხვა დავაფუძნოთ ეროვნულ ტრადიციებზე და ჩვენიც იქნება მომავალი საუკუნეო. ეს არის ეზოპეს ენა და ისე ნათქვამი პარი შეფარვით, მაგრამ დღევანდელმა ქართველებმა ხო უნდა ასე შევაფასოთ ეს რომ არ კეთდებოდა არანაირი საქმე და წამოწყებანი იმ დიდი ადამიანების მიერ, რომლის საბოლოო მიზანი არ იყო ეროვნული დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს შექმნა. აი საუბედუროდ ეს დღეს მავანც ბოლომდე არც ესმის კიდევ ხო მეტახვები თამაში და რა თქმა უნდა უფრო ღრმად რო ჩავიხედოთ ახლა და დრო თუ მოგცეთ შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითიც მოიყვანოთ იგივე წერა-კითხვა გავრცელებისათვის რა თავარი პრობლემა იყო ანუ სწორად დაინახა ხო აქედან დაიწყო და ეხლა მივადგეთ ეს შემიფასეთ ეს და მე შემდეგი თქვა კახეთი და სხვა თემები ანუ განათლება საუბედუროთ პარადოქსია თუ რა ხდება არ ვიცი დღესაც კი ჩვენ განვიძახით რომ ესე იგი ჩვენი განათლების სისტემა არ არის ვერ არის მორგებული თანამედროვეობას თუ ცხადია განვითარდა საზოგადოება განვითარდა მსოფლიო არ არის მორგებული და ყველა გონიერი ადამიანი დღეს ბატონო ოთარ დამეთანხმებით თქვენი სტუდიაში მყოფი ალბათ ყველა ადამიანიც ამ ასპექტს გარკვეულად ეხება დღესაც ხდება ჩვენთან განათლების სისტემაზე საუბარი მის რეფორმაზე. ზოგი რამდენი რეფორმა გავიარეთ უკვე თითქოს დამოუკიდებლობის 60 წლის მანძილზეა რა 90 წლიდან აგერ დღევანდლამდე მაგრამ მიდის რეფორმა მიდის ყოველი ახალი მთავრობა ახალი მინისტრი ახალ რეფორმას იწყებს და ვერ ჯერდებით და ვერ ვიღებთ იმ შედეგს რაც სჭირდება თანამედროვე საზოგადოებას. თორე ჩვენ ვზივართ აქ რაღაც ვსაუბრობთ რაღაც ანზე და ბანზე და ამ დროს მთელი მსოფლიო უკვე არის ძალიან წინწასული ესე იგი რომელიც ჩვენ ახლა შეიძლება არც კი წარმოგვიდგენია ისე დონეებზე ასული ხო განათლების სისტემა ტექნოლოგიები თვითონ კაპიტალიზმის ბუნება შეიცვალა მთლიანად აღარ არის მატერიალური კაპიტალიზმი იზახდა ინტელექტუალური კაპიტალიზმი და ფასობს ის ინტელექტი ცოდნა რომელიც მიიღება ადამიანის დაბადებით მისი აღზრდით და სწავლით განვითარებით ეს ცოდნა არ არის თქვა რომ გამოიმუშავო მატერიალური რაღაცა რომ შექმნა არა ამას სჭირდება დაბადება ადამიანის არსების დაბადება მისი განვითარება და მის განათლება მოვიტევით ბატონო კიდე უნდა ჩავერიოს აი როგორც იქნა გადაწყვეტილება მიღებული პრაქტიკულად უკვე დაიწყო ეს საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ იგივე ბატონი გიადვალი ბიზნესი რამდენი მოწინააღმდეგეები იცით აი ეს მინდა იცით როცა ამ დისკუსიას ვკითხულობ ვითომ ეს დისკუსია არ არის ავყეობაა მავანთა და მავანთა მხრივ და მართლა მახსენდება ის პერიოდი როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე აქცენტს აკეთებს ილია და 60-იანელები მაშინაც როგორ აკრიტიკებენ რა დროს ამათი სწავლა ახლა და ვის უნდა ასწავლო ხო არ გვეჩვენება ბატონო ნუკრიო პარალელები ხო შეგვიძლია ახლა გავავლოთ აქაც კაცი უშველებელ ნოვაციას კიდევს ხელს და გააზრებულია დარწმუნებული ვარ საბოლოოდ ღრმად რომ რატო კეთდება ახლა ეს რომ 10 და 15 წელიწადში მართლა სხვა თაობა მოვა სხვა განათლებით და სხვა პრიორიტეტებით სავსედ არა ეს არ გვინდა ისიც აღარ გვინდა ეგო ახლა თვითონ დაიწყო თორე მე სახელმწიფოს ვერ დააფინანსებს სახელმწიფო ამას და ამიტომ ტვირთად უტოვებს ახლა ეს წამოწყება რაიმე საქართველოს ეს პარალელები არსებობს სამწუხაროდ ჩემო ბატონო ნუკრი და რაზე მიგვანიშნებს ამას როგორც მაშინ იყო დაბალი სახელმწიფო კულტურა და კულტურა ვერც იქნებოდა მაღალი დაკარგული ჰქონდა და უკვე იმპერიის ნაწილი ვიყავით და ახლა მეოთხედი საუკუნეა ჩემო ბატონო ნუკრი ვარ დამოუკიდებლები და აი ამ ნაწილში ამ ჩვენ ზოგად სახელმწიფო კულტურას ვერ უშველებთ თორე
დარწმუნებული ვარ 10 წლის მერე აი ეს ადამიანები ვინც აკრიტიკებენ თუ ცოცხლები იქნენ და გვერდვა ყველა აცოცხლოს ახლა ჩვენ ის არა ვართ ის ხალხი რო ხა ვინმე ცუდი რამე უშუალო მე მგონია შერწყებად და სერიოზულად შერწყება მაგ დროს ვერ იქნებიან დარწმუნებული ვარ ესეთი პოლიტიკოსები რომლებიც ასეთი ნოვაციების ესე თქვა ჭყალებს თქვა კრიტიკოსები იქნებიან აი ესეც შევაფასოთ წინამდე ბატონო ოთარ ხომეთ ახლა დვალი უახლესად დიდი მეცნიერია დიდი გამოცდილება გააჩნია. ჯერ კიდევ 4 წლის წინ ითქვა ამის თაობაზე, რომ აპირებდა ეს ადამიანი აქ ტექნოლოგიური ინსტიტუტის რაღაც მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და აი ეს 4 წელიწად, ესე იგი დღემდე მოდის საქმე და უკვე რეალიზაციის ეტაპზეა თითქოს რა. ანუ 4 წელი ხო არა ხო დაწყებულია უკვე რეალურად უკვე ვერაფერი ვერ გააჩენებს ამას ადგილი ჩერჩეულია ბარი დაკრულია და ასე შემდეგ როგორც იტყვიან პარტნიორებიც მოძებნილი მე უბრალოდ იმ კრიტიკოსებზე ვამბობ რატო არ გვინდა ხო და მე ის მინდა აღნიშნო და ხაზი გავუსვა იმას რომ 4 წელი იფიქრა ამ ხალხმა ვინც ეს დვალთან ერთად ვინც ამაზე ზრუნავდა რომ ასე იგი დღეს თქვა და ხვალ კი არ თქვა ავაშენე ბათუმში პარტნიორების ხო მოსაძებნია ეს ხო მართლა არ შეიძლება შიშველ ნიადაგზე ესეთი რამე ვერ იწყება ჩვენი ქართული ინტელექტი ამაზე არ ეყობოდა ესეც ხო სიმართლეა ხო უნდა ვთქვათ არა რა თქმა უნდა კაცო რა თქმა უნდა რა არის ამაში დასაწყისი ნაფიქრია, გადაღეჭილია საქმე. მაგრამ აი დღეს ახლა სულ გუშინ გონი თვალი მოვყარი, რაღაც შეხვედრა ქონდა გიადვალს საზოგადოებასთან და რაღაც კითხვებს უსვებდნენ და დღეს სოციალური ქსელები არის აჭრილებული რომ აი კითხვას რომ დაუსვა იმან ამაზე ვერ უპასუხა და ესე მიდის დაბერისმება ახაც მიდის ბრძოლა. ნუ ეს ბრძოლა ალბათ ჩვენი ხელობაა და ხელოვნება არის რომ კიდე ამიტომ გავავლება პარალელი იმ დასაწყისას. ასეთივე მოწინააღმდეგეები ხავდა იმ წერაკითხვის გამორჩელებელ საზოგადოებას და ბავანს უნდა და რაში ვხარჯავთ ფულსო კაცო ამათი სწავლა არა არა და იქ ხოლეში რომ ჩაისახა პირველი სკოლა და მე ეს განვითარდა და ქართული საზოგადოება მიიღო განათლება და მე მართლა აღმოიფხვრა უწყვეტობა და უსწავლელობა რა სწორედ ამის დაწყება იყო მთავარი ამის მოფიქრება იყო ამის მონდომება იყო მთავარი რა არის გზის ნახვა პოვნა თქმა და აღიარება იმის და ამაში კონსენსუსი საზოგადოებრივი რომ ამით დავიწყოთ აი ეს არის შორსხედული აი დღესაც ახლა ნუ ახლა ამას სუფთა პოლიტიკური სარჩული გააჩნია ალბათ ჩემი აზრით რომ რაღაც ხდება რაღაც კრიტიკა იდეის ამ იდეისა რა აი ეს კრიტიკანობა ღვთისმსხალობით ჩემი არ იყოს 4 წელი კი მოუნდა შეიძლება ეს უფრო სწრაფადაც ყოფილიყო მაგრამ გარემოებაზეც არის კი საქმეების მოზიდვას არის იცით ხო რეალისტა მოზიდვას მეორე მხრივ რეალისტებიც ხომ დავიყოთ ბატონო ის ადამიანები და დიდი სამეცნიერო სკოლები რომლებიც მას განაცხადეს თანხმობა რომ ითანამშრომლობენ იყვნენ პარტნიორები ქვეყანასთან ისინიც ხომ და დარწმუნდეს ეს სტაბილური და მდგრადი ქვეყანაა და ეს გადაწყვეტილება არ არის ასე ვთქვათ ჰაერზე ნათქვამით გას უკვე რაღაც ამასაც დრო დაჭერდა სწორედ იმ კრიტიკანობა ამის ხელშემშლელი მეთქი ამიტომ გავუსვი ამას ხაზი რომ ამას უნდა მიხვდნენ ქართველობა რომ აღარ გვინდა ეს დამთავრდა ამით ვაზარალებთ ქვეყანას მეტი კი არაფერი ეს იყო უბრალოდ გულისხმობა და გულისხმობა ჩვენი აღარა ადამიანების არც იმ უნივერსიტეტთან გვაკავშირებს მე და შეუქვე არაფერი უბრალოდ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისარგებლებენ ჩვენ ახლა ჩვენი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი საქართველოს მომავალი რა თქმა უნდა ეს უნდა გავაცნობიეროთ რაც გვაქვს კი გვაქვს რა თქმა უნდა ბატონო თან დღეს ხო გვაქვს დამოუკიდებელი პარლამენტი დამოუკიდებელი ქვეყანა დამოუკიდებელი მთავრობა მაშინ ხო არ ქონდა საქართველოს ეროვნული მთავრობა, ეროვნული პარლამენტი. აი, მე წეგარ მიდოდა, მე თქო და ეხლა მინდა აი, ბრძანებია რომ რა ფუნქციას ასრულებდა ეს ბანკი. აი, სწორედ ეროვნული პარლამენტის და მთავრობის ფუნქცია ქონდა შეთავსებული ბანკს და ამ საქმეს უძღვებოდა და ის ფართო უზარმაზარი საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური წამოწყებები და რეფორმები ამას ნიშნავდა, აი ამას რომ პატრონი გაუჩნდა აი ამ თავადაზნაური ბანკის სახით ქვეყანას გაუჩნდა პატრონი ეროვნული მთავრობა იგივე წყვეტდა ეს ორგანიზაცია აი ამ პოლიტიკურ, სასწავლო, კულტურულ, სოციალურ საკითხებს თავისი ფინანსებით, თავისი მიზნებით, თავისი მონდომებით. მაგრამ დღეს ყავს ეროვნული პარლამენტი დამოუკიდებელი საქართველოსი მთავრობა მართლისწყალობით მაგრამ
არ უნდა გადავაყოლოთ ჩემო ბატონო კონიუნქტურას, პოლიტიკურ მიზნებს, სუბიექტურ ინტერესებს, რაღაც რავი მომხრეჭოლობის წყაროების ზებნას და რაღაც გამორჩენის ზებნას ის იდეა, რასაც ქვია, თუნდაც ეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნება შენობაც გამოყოფილი, როგორც ვიცი, პრეზენტაცია მოხდა, შენობაც არის პარტნიორებთან მემორანდუმი გაფორმებულიც არის, ხვალშეს არიან იაპონელებიც და ფრანგებიც და ასე ვთქვათ, ნაღები მსოფლიოსი. ხვალშეს სამწუხარო რა არის, იცით ბატონო ნუგრი აქ უნდა usaqodu რომ მეგობრებო დღევანდელ ხელისუფლებას რა გაგებთ იცი რომ ამას მეტი პიარი ჭირდება მეტია სათქმელი და თუ გინდა აი დაესესხოს დღევანდელი ხელისუფლება იმ გამოცდილებას რა ხდება იმ დროინდელ ივერიაში ილიას გაზეთში და სხვა როგორ ამკვიდრებენ და როგორ იგებენ ამ დისკუსიებს იგივე წერა კითხვის გამომწელებელ საზოგადოებას დღეს ხო მოდი უფრო ღია ტექსტით ვთქვა ახლა მე და თქვენ ეკონომისტები ვართ ბატონო და ორგანული წინააღმდეგობა არსებობს თავადსა და ხლა მას შორის. მას თავისი შვილისთვის უნდა მხოლოდ განათლება და ცივილიზაცია და ეს შინაგანი პროტესტი ბუნებრივია არსებობდა არაქართული, არაეროვნული, რა თქმა უნდა და მას ესე გლეხის შვილთან ერთად გვერდში ჭდომა და რაღაც ესეც კი გამღიზიანებელი იყო. თუმცა ამას ცეთი ცუდი ძალიან დიდი სახე არ მიუღია ქართველობაში, იმიტომ აქ გვიშველა ჩვენმა მართლმადიდებლობამ და მართლა გენეტიკურმა ტოლერანტობამ და ცოტა ასე ღირებულებებმა და ფასეულებებმა, მაგრამ ეს იყო ეს ადამიანები ქვეცნობიერად მათთვის ძნელი გადასალახავი იყო, ეს იყო წინააღმდეგობა. მაგრამ საოცარი სწორედ ეს არის, ეს ადამიანები არიან თავადები თვითონ გესმის დიდი ილიას ხელმძღვანელობით. აი ეს არის ეროვნული და წინგამხედვარე ხალხის. დღესაც ასეთ რაღაცებს ხედავთ სამწუხაროდ. ჭირდება დღესაც ასეთი კაცები არიან. უფრო მეტი უნდა გამოჩნდეს ლიდერი ქვეყნის, რომელიც ახალგაზრდა იქნება, ახალი თაობა იქნება, გამაერთიანებელი იდეები. გადაიბარებს აი ამ იმას, ჩემო ბატონო ოთარ, ჩვენ უკვე გავჭაღარავდით, ჩვენ ენერგია გვაქვს, მაგრამ იმდენი ენერგიაც აღარ გვაქვს, რომ ჩვენი მოვალეობა და ფუნქცია გვაქვს ჩვენ თაობას. ჩვენ ფუნქცია არის ის, რომ ამაზე ვისაუბროთ. გავაგებინოთ საზოგადოებას. თუნდაც ეს საუბარი ვაჩვენოთ, რომ წინაპრები ყავდა. იცოდეს, შეიძლება ეხლა ახალ თაობას, აი ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა არც კი იცის, თუ არსებობს ასეთი ორგანო, ასეთი ბანკი, რა თქმა უნდა, ადგილმამულო ბანკი და ასეთ საქმიანობას ეწეოდა და ასეთი მიზნები ჰქონდა ეროვნული დასახული. დიახ. არის რა თქმა უნდა და ამას სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ ახლა თქვენს მეს და ბევრი ჩემი სტუმარი დიდი ნაწილი ჩემი საერთო დროსი ამას იხარჯება და იმ წარსულისკენ მიხედვაში იმიტომ რომ ისევ დიდი ილიას ანდერძისამებრ ის თუ არ იცი წარსული რაც არის წარსული თუ გაგიყალბა ვინმე მოგახსოვთ ისტორია თუ დაგავიწყდავთ ამ შემდეგ ხო ეს სიბრძნეა რომელიც დღეს სამწუხაროდ გაცნობიერებული ბოლომდე არ გვაქვს ქართველებს და ჩვენი მისიაც ეს არის შევახსენოთ და უთხრათ რომ არა ხალხო იცით რა არის ამიტომაც გავაკეთე პედალირება სააქციო საზოგადოების და იმ დროს ესმოდა დღეს არ გვესმის არა გვაქვს ხო 0.4%-ია სააქციო კაპიტალის ხვედრიცხონა ქვეყანაში ჯერ ბატონო ამაზე სხვა დროსაც ვისაუბრებთ მე და თქვენ სწორედ აი ამ კუთხით და სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად. კი ბატონო. ამიტომაც არის. აი ახლა თუ შეიძლება ჩვენ შევწყვეტთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, როცა თქვენ ცხადით და დაიწყეთ საუბარი კახეთის მიმართულებით და რა არის? ნუ ანუ კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყება და მის რეალიზაცია იყო ერთ-ერთი უდიდესი საქმე. მთელი რეგიონი მაშინდელი გზის პირობებში და მაშინდელი კომუნიკაციის პირობებში მოწყვეტილი იყო თბილისის ასე შემდეგ და ეს იყო უდიდესი საქმე კახეთის რკინიგზის ჯერ იდეის გაჩენა, ამის საჭიროების დანახვა და ამის რეალიზაცია შემდგომა რა. ეს ტექნიკური და ეკონომიკური მხარის გარდა, ესე იგი, არ დარჩენილა სფერო სოციალური სფერო, კულტურული სფერო, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სადაც ბანკს თავისი კაპიტალით მონაწილეობა არ მიიღო. იქნებოდა საქველმოქმედო ფონდების დაფინანსება, მოსწავლეების დაფინანსება, თეატრების დაფინანსება. თეატრს მაშინ ჰქონდა უდიდესი აღზრდელობითი მნიშვნელობა. უწყობდა ხელს
საადგილებლო ბანკი ქართული თეატრის განვითარება. თეატრი ხო სკოლა. ერთ-ერთი სკოლა, სადაც ხდებოდა ქართული აზრის გახმოვანება, ქართული იდეის და ეროვნული იდეის გახმოვანება. ესე იგი, წარმოუდგენელი სამუშაოები, მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა ილიას ძალისხმევით და ამ საადგილებლო ბანკის კაპიტალის მონაწილეობით. წარმოუდგენელი. და დღეს რო ვართ რაღაცა რო ვართ დღესა, არა? და გაქვს პოლიტიკური პრეტენზიები და ასე შემდეგ. საფუძველი, სათავე იყო ის პერიოდი, ის დიდი ადამიანები, დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, მაჩაბელი ოპონენტი იყო, მაგრამ შეთანხმდნენ როგორც ჩანს, ბევრამეში კონსენსუსი მიღწეული იქნა. მისი აზრებიც არ უნდა დავკარგოთ საბანკო საქმიანობასთან მიმართებაში, რაც ჰქონდა, იმიტომ ის დღესაც არის პასეული სხვათა შორის, არა მარტო ისტორიის თვალსაზრისით, არამედ ბუნება იხსნება საბანკო კაპიტალისა და თვითონ ბანკების დანიშნულების. ასე რომ მას თავის ისტორიული ადგილი აქვს და ყველა არ აქვს ეს ქუჩა თბილისში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და თანაც ეს ხალხი ბატონო თან სრულად არ იყო თქვა ან ბანკირი, ან ეკონომისტი, სრულად ესე იგი ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები შეეჭიდნენ აი ამ თემას. ჰუმანიტარული სფეროს მწერლები, პოეტები და ასე შემდეგ შეეჭიდნენ უზარმაზარ თემას და გამოუვიდათ. და სწორედ ეს ჰუმანიტარული აზროვნება და ეროვნული აზროვნების პროდუქტია. ახლა მოდით გავიდეთ 100 წლით იმ ეპოქიდან გამოვიდეთ. ახლა ჩემო ბატონო მე თქვენ გატყობთ, ეს ხო საუბარია ჩვენ. ახლა თქვენ ხართ მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 დასაწყისი ხართ. ახლა იმ არქივის მასალებთან ხართ, რომელსაც თქვენ იკვლევდით და ამისთვის უზარმაზარი მადლობა ჩემი პროგრამის სახელით და საზოგადოების სახელით და გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს ძალიან ღირებული და პასეული შრომა გაქვს გაწეული. ახლა აქეთაც რო გადმოვიდეთ, აი დავაკვირდეთ, მე ახლა ესეთი იდეა გამიჩნდა. დავა ასე ბლოკებად განვიხილოთ რაზეა საუბარი. წერა-კითხვის განათლებაზეა საუბარი, რომელსაც დიდი ილია გვეუბნება. ახლა ახსენეთ თქვენ რკინიგზა კახეთში. ახლა გავიხსენოთ, აი ამ პერიოდშია დიდი ნიკო ნიკოლაძის საქმიანობა კიდე ჭიათურის ზესტაფონი, აი ამ კვანძის შექმნა, გზა, პოტი, რკინიგზა და პორტი, ხო? პორტის პორტი. აი ეს კი აღმოსავლეთ საქართველო. ხალხო ხედავთ სააზროვნებს ჩვენი წინაპარი და ვინები გვყავთ ჩვენ რომ არ დაგჩენია აი ერთ-ერთი мотиваცია რომ კახეთის რკინიგზა ყოფილიყო ესეც იყო რომ დასავლეთ და აღმოსავლეთის ესეთი ერთნაირი სქემა ყოფილიყო და სხვა მესამე ყველაზე მთავარი მესამე რას დაეფო თეატრი ხო ზოგადად ცნება იმისა ეროვნული კულტურის და თვითყოფადობის შენარჩუნების. რა მივიღეთ ჩვენ? საუკეთესო სკოლა. რა მივიღეთ დღევანდელი ტერმინები? განათლება, ინფრასტრუქტურა და კულტურა და ხელოვნება. რამდენად წინ არის ჩვენი დიდი წინაპარი, მას არ შეუქმნია პარტია. რაღაცა ლუდის წარმოება გადაარჩენს საქართველოს. აი რაც გადაარჩენდა საქართველოს, მათ ესმოდა ეს იყო განათლება, ეკონომიკის განვითარება და ტრადიციები და კულტურის შენახვა და განვითარება. დიახ. ცოტა წინ იყვნენ და ამიტომ არიან ისინი დიდები და რატო ვამბობ კიდე ამას ჩემო ბატონო ნუკრი თქვენ ბრძანეთ და გეთანხმეთ ჩვენ ჭაღარა ხალხი ვართ და ხა ჩვენ არც ენერგია არ გვაქვს ხა 18 საათი შევძლოთ დღეში მუშაობა ეს ხვათეობა უნდა გააკეთოს ჩვენ ფუნქცია იქნება ამაშია იმ გამოცდილებაში იმ განათლებაში რაც დაგვიგროვდა ჩვენ თაობას ეს მივაწოდოთ და აი კონცენტრირებული სახით უთხრათ დავანახოთ ახალ თაობას გინდა ხელისუფლებაში გინდა სადაც გნებავთ დავანახოთ წინაპარი რა მასშტაბით აზროვნება და იქიდან ავაღებიოთ მაგალითები და იგნებ ტერმინებსაც მივაჩვიოთ იგივეს რასაც იყენებდნენ ჩემი წინაპარი თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო რა თქმა უნდა თქვენს ბატონო ოთარ თქვენს მეგობრებს, ჩვენს თაობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ჯერ კიდევ. აგე თქვენი სტუმრები, მე თვალს ვადევნებ თქვენს გადაცემებს. შესანიშნავი დიდებული ხალხი, რომლებიც დაიღალნენ თითქოს, მაგრამ არ იღლებიან. თითქოს ენერგია აღარ უნდა ქონათ, მაგრამ აქვთ ენერგია. არა, რასაც ციგნებს წერენ გენიალური. მუშაობენ კითხველი არ ხარ. თავის სფეროში, ორგანიზაციებში მოდიან და აქედან ეწევიან სწავლებას, აგიტაციას, პროპაგანდას. ახალი თაობა ზოგჯერ ისეთი რაღაც გამოკითხები ტარდება გაგაოგნებთ ჩვენი ქუჩის ასე იგი ქუჩაში აი სულ ახალი თაობა თქვა მოსწავლე დაამთავრებელი კლასება არა ბევრი რამე არ იციან იმან შეიძლება რომ ისაც უნდა იცოდნენ
ის არ იციან და რაღაც ახალი შეიძლება იციან, რომელიც თქვა მათ ჭირდება თქვა რა ეს ის. ამიტომ მე მივესალმები თქვენს აი ამ წამოწყებას, აი ამ გადაცემას უკვე 100 რამდენი 124 გადაცემა, რომელიც არის ტრიბუნა, რომელიც არის დისკუსიის ადგილი, ალბათ აქ შეიძლება დისკუსიის გამართვაც ოპონენტებიც შეიძლება სხვა დროს სხვა პოლიტიკოსებია, სამეცნიერო დისკუსია და გამოგიგენაცო ჩემი თავი. თორე იდეების მეტი რა არის? კი, აი ამას გახმოვნება, გავახმოვანა ადრესატად. ესე იგი დღევანდელი ამ საუბრიდან ჩემო ბატონო ნუკრი და ჩვენ საუბრის დასაწყისში თქვი კიდევაც და ხაზგასმით თქვი რომ თქვენ პირველად ხართ ჩემი პროგრამის სტუმარი და სიტყვა პირველზე ხაზგასმა იმას ნიშნავს რომ მას უცებად უნდა მოყვეს მეორე და მესამე თემა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს შეიძლება ასე ვთქვათ ბატონო ნუკრი რომ კიდე ერთი ფარდა გავხსენით ჩვენს პროგრამაში საბანკო საქმიანობის კონკრეტულად უკვე მისი სათავეების შესახებ და შევაწუხეთ აი ჩვენი უზარმაზარი წინაპრების სულები და ალბათ რაღაც პერიოდის მერე უცილობლივ ჩვენ ახლა დღევანდელ ნათქვამს მეორე გადაცემაში მე თავაზობთ ასეთი კუთხით ვთქვათ აი ეს ზანაბარები პრაქტიკა და რაც ქონდა ჩვენ წინაპრებს როგორ რეალიზდება ან ვერ და არ რეალიზდება თანამედროვე საბანკო სისტემაში მე შემიძლია დავაანონსო კიდე ჩემი ძვირფასი მაყურებლისთვის ეს იქნება შემდეგი საუბრის თემა რომ უკვე დავინახოთ რამ ზოგ რამეში როგორ წინ გვისწრებს ჩვენი წინაპარი მათი შეხედულებები იდეები და როგორ ჩამოვრჩებით დღეს თანამედროვე ქართველები ზოგიერთ რამეში თვითონ თუნდაც აი ამ ბანკის და საბანკო კაპიტალის ეროვნული ინტერესების გამოყენების შესაძლებლობის გააზრებაში და განხორციელებაში ახლა ჩვენ საკმაოდ დიდი ნაწილი ეკონომისტებისა გვიყურებს პროფესიონალები ჩვენი კუთხით და მე გვაქვს კონტაქტები ახმაურებით ერთმანეთს და ამ თეზას ბევრი დაგვიჭერს ხარს მე დარწმუნებული ვარ ვინ საბანკო საქმით არის დღეს მით უმეტეს არის ნეგატიური განწყობა ბატონო ნუკრი საბანკო საქმიანობისადმი საერთოდ და არც თუ უსაფუძვლოდ რეალურად არა ყოველად მიუღებელია ესა მაგრამ აგაშენოთ ღმერთმა ჩემო ბატონო ნუკრი ყოველად მიუღებელი იმ გაგებით რომ ყველაფერს ერთი შავი რაღაც მანტიით რომ შევუყუროთ და გადაყრა მოვინდომოთ შეიძლება ჩვენ მივიღოთ ეს ჯერტი ვერ განხორციელდება მაგრამ დავას არალოდ ბევრად უფრო მეტად კიდე ქვეყანა იმიტომ რომ რეალობა ახლა გლობალიზაციის პირობებში ბანკების გარეშე როგორ უნდა იარსებოს ბრძოლა მე გულისხმობ ბრძოლა ბანკების წინააღმდეგ და საბანკოს დიახ ამიტომ დაგეთახმოთ ვეც რომ ეს კიდე ერთი პრობლემა უნდა გაპირიქროთ პრობლემა უნდა გამოაშკარულოთ და უნდა დავძლიოთ კიდევაც ამისთვის არსებობს საზოგადოებად პროფესიონალთა გაერთიანებები და ამასაც რაღაცნაირად ვეხმიანებით აი ჩვენი პროგრამითაც რაც შეგვიძლია რომ მივაწოდოთ ნააზრევი და ნაფიქრალი ჩვენი პროფესიონალი ბანკირების. ბატონო ნუკრი ესე მომდის ხოლმე როცა პირველად არის სტუმარი ჩვენთან ესეც მაღალი დონის ახლა ეგეთი კაცი ხარ თქვენ დროს კონტროლი ძალიან ძნელია მაგრამ სარგებლობ ერთ შემთხვევით ეს ბოლოს პროგრამა არის დღეს ამ ტელევიზიაში მეტი პროგრამა არ არის ამიტომ რამდენიმე წუთს შეგვინდობს ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა რამ წესი გვაქვს ასეთი ბატონო ნუკრი რომ ყოველთვის საუბრის დასასრულს სტუმარს ვაძლევს საშუალებას მიმართოს ტელემაყურებელს აი ამ ერთსაათიანი საუბრიდან ემოციებიდან რაც დაგროვდა შეიძლება გქონდეს რაღაც სათქმელი ამ წუთას ეს ბრძანეთ და ორივე სიტყვით შევაჯამოთ ნუ ჩემი სურვილია ბატონო რომ მე უფრო მისვინოს ახალმა თაობამ აი ამ გადაცემას უსვინოს ახალმა თაობამ მომავალმა თაობამ სკოლის შემდგომმა თაობამ და გაიგოს ის მნიშვნელოვანი და ის არსებითი რაც იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა. ანუ როგორ იწყებოდა საქართველოში, როგორ ხდებოდა პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ეკონომიკური საფუძვლების შექმნა და რა ენთუზიაზმი და რამხელა ძალისხმევა უძღოდა წინ აი ამ საქმის რეალიზებას და ეს არ შეიძლება დარჩეს აი ჩვენი მომავალი თაობის, ახალი თაობის ყურადღების მიღმა, მათი ცოდნის გარეთ არ უნდა დარჩეს ეს თემა. მათ რომ წაიკითხონ, აი ასეთი წიგნები, ასეთი ისტორიული წიგნები, რომლებზეც სადაც ჩანს არც თუ შორეული უახლოესი ჩვენი ისტორიის პერიოდში რა საქმეები კეთდებოდა ეროვნული, კულტურული
სოციალური და ყველაფერი პოლიტიკა ქვია საბოლოო ჯამში, რომლის სამიზნე იყო ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის მომზადება დამოუკიდებლობისათვის, რა. ისინი გაცილებით უკეთ შეძლებენ შემდგომ გააზრებას, ამის მიღებას, ეროვნულ ინტერესების დანახვას, თავიანთი ქართველების შემეცნებას, რომ ისინი ქართველები არიან, ეროვნულები არიან და მათი სამშობლოა საქართველო. და არ წავა ყველა თქვათ ევროპაში, არ წავა ყველა უკეთეს ადგილზე საცხოვრებლად, აქ იღვაწებენ, აქ გააკეთებენ და აქ გაალამაზებენ ისეთ ქვეყანას შექმნიან აქ, როგორიც არის თქვათ დასავლეთი, როგორიც არის ევროპული ქვეყნები და ამის შემდეგ, რა. ეს ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი თაობის მოვალეობაა. ჩვენი მიწოდებული ინფორმაციებით, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვილი საქმეებზე დაყრდნობით ჩვენმა ახალმა თაობამ შეძლოს, რომ თავისი ქვეყანა ახციოს წარმატებულად და არ ეძებოს წარმატებული ქვეყნები თავისი ქვეყნის გარეთ. აი ეს არის ჩემი დიდი ძალიან დიდი მადლობა. ამას ვესაუბრები ჩემ შვილებს ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუკრი, გეთანხმებით ვიზიარებ ამას აბსოლუტურად და როგორც ხდება ხოლმე ხშირად, ძალიან ხშირად ჩემ პროგრამაში საუბარში რაღაც თითოეულად წინადადება იბადება, რომელთაც მივმართავთ საზოგადოებას და საზოგადოების სახელით ხელისუფლებას. თქვენ ახლა ზუსტად ეს წინადადება ჩამოაყალიბეთ და მე შეიძლება ახლა ფორმალიზება მოვახდინო ამ წინადადების არის შემდეგი. მოუწოდოთ ჩვენს უმაღლეს სკოლებს, განსაკუთრებით ეკონომიკური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებს, აუცილებელ დისციპლინად, სასწავლო დისციპლინად შემოიღონ ისტორიული ჩვენი ეკონომიკური შეხედულებები, თეორიები, პრაქტიკა და ასე შემდეგ და იქიდან გამოსულმა თუ ბაკალავრმა არა მაგისტრანტმა მაინც საკმაოდ კარგად უნდა იცოდეს ეს მემკვიდრეობა ეკონომიკური ისტორიას. დიახ, ჩვენი წინაპრებისა. სხვა შორის დასამალი არ არის ეს. ეკონომიკური მოძღვრებათა ისტორიას ჩვენ დისციპლინად ვასწავლით. კი, გასult ხო, ახლა ბევრი რამე განსაკუთრებით პოლიტიზებული იყო, მაგრამ გონიერი ლექტორი და გონიერი სტუდენტიც იქ ბევრ რამეს ამოიკითხავდა. რაში და როგორ იყო ეს საქმე. ამიტომ დღეს მე თუმეტეს ამას არავინ არ გვიშლის ზურპასო ქართველებო და გავაკეთოთ. გულით გავაკეთოთ. მეტიც შეიძლება, გამარტივებაც შეიძლება ამის ითავოს და გარკვეულ იმ პირველ რიგში განათლების სამინისტრომ ალბათ უნდა ითავოს წამყვანმა ეკონომიკური პროფილის უნივერსიტეტებმა და ის ხალხი, დაბრძენებული ხალხი, რომლებიც ყავთ ჩვენ ხა ერთი-ორი დავასახელო, მე შეიძლება ბევრს ვაწყენიო, არა, მე გეუბნებით ჩვენი ცნობილი პროფესორა, ჩვენი აკადემიკოსები, ასეთიც რამეც შეიძლება. ვეცვიოთ კამერით სახში, მშვიდ და გარემოში, ჩავწეროთ ეს ადამიანები, მოვაყოლოთ ეს ისტორიები და ბავშვებს ეს ვაჩვენოთ. თუნდაც ერთი, დღეს ამის ტექნიკური შევალებები ბევრად ადვილია. თუ ჩვენ მოგვეც, აი ჩემს პროგრამას, ჩვენს ამ ტელევიზიას ამის ფინანსური შევალება თუ მოგვეც, ჩვენს გავაკეთებთ ამას. უაღრესად კარგ საქმეს აკეთებთ. დიდებული რამე იქნება, რომ წარმოიდგინეთ 10-15 წლის მერე თაობებმა უნდა ნახონ და მოისმინონ. მოდი ვთქვათ ახლა ჩემ ბატონ ნუკრი 80 გადაცილებული ჩვენ უზარმაზარი უკვე ცოცხალი წინაპრები დღეს ბერფათ ითხავს მსხვილი. იგივე აკადემიკოსი ჩიტანა. პროფესორი დავით იაკობიძე, პროფესორი იაშა მესხია, გია მალაშხია, სხვები მომიტევეთ ჩემო დიდო მასწავლებლებო. თქვენი სახეები და თქვენი საუბარი უნდა დარჩეს ჩვენს მომავალ თაობას. აი ამასაც უნდა ვემსახუროთ ჩვენ და ეს ინიციატივაც ეს წინადადების სახით მივმართოთ ჩვენ ზურბას საზოგადოებას და მის სახელით ჩვენს ხელისუფლებას. არ არის ეს ძნელი საქმე და ბევრად პასეული იქნება ხვალ და ზე. აი ამ სურვილებით, ამ ემოციის ფონზე მინდა ზურბასო ტელემაყურებლებო დღეს დაგემშვიდობოთ თქვენი სახელით, ჩემი პროგრამის სახელით. გულწრფელი მადლობა მოახსენო ეკონომიკის დოქტორს ბატონ ნუკრი ბიხანიშვილს და დიდი მადლობა მოგახსენოთ და ამასთან ერთად წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს კვლევებში და მოხარული ვიქნებით, რაც შეიძლება მალე გაგვახარებთ ახალი კვლევების შედეგები და წარმატებას ამ უაღრესად საჭირო საქმეში პოპულარიზაციისა ქართული ეკონომიკის და ამ ეს ეროვნული საქმეა, რომელიც თქვენ ეწევით აქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდა ჭაღარა ადამიანებისა მოიწვიეთ ხოლმე ახალგაზრდებიც. უნდა გითხრათ ბატონ ნუკრი, ვაკეთებ ამას და შემიძლია გითხრათ. აი ამ პროგრამის სტუმარი იყო უკვე ზოგი ორჯერ, ზოგი სამჯერ წელიწად და 3 თვის განმავლობაში 8 ახალგაზრდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
კი, შემიძლია ჩამოვყოთ გერლიანი, კარდავა, რაბულაძე, მუსერიძე, ჭარაია, შეიძლება გამომწეს რომ ჩემი ახალგაზრდა მეგობრები 35 წლამდე არ არიან კიდე და მეცნიერებათა დოქტორები არიან. სხვა შორის შინანურით უნდა ვთქვა რომ ჩემი мотиваცია ის იყო რომ ახსოვს ერთი პრემიერი იძახოდა სანთლით ვეცებ ახალგაზრდებსო და მე ამ ეკრანიდან ნათქვამი მაქვს ხშირად არ მივლია მე სანთლით ბატონებო მაგრამ აი წარმოგიდგინეთ ეს ბიჭები და მაქვს ერთი ქვევრუბრიკა ნუკრი აი ესე ვიშვარ ხოლმე აი ვინ მოდის მანდ მომავლიდან შოთანიშნიანიძეს დავესესხე და ვეუბნები რომ აი ესეთი ბიჭები და გოგონები მოდიან მეთქი მაგრამ მეორეც ღია თუ ახლაც გავიმეორებ ამას სანთლით არ მიწებნია მაგრამ მოძებნის მეთოდი აქვს ჩვენ თაობას то ჩვენ მასწავლებელთა თაობას ვიცნობ კარგად ვადანოქრი და ვის უნდა მივაკითხოთ და ვკითხოთ აბა ვინ მოდის თაობა მივაკითხეთ თქვა აკადემიკოს პაპავას პროფესორ ჩიტანავას და სხვას ჩვენს მეგობრებს და იაკობიძეს და ამავდროულად და იმათ ვიტყრეს აი ეგეთ ხალხი მოდის და ის ხალხი მე მოვიწვია აქ ასე რომ არის ეგეთი ხალხი ეს არის უკდავება ქართული გენის მეთქი ხშირად ვამბობ ახლა კიდაც ესეც იყოს ერთ-ერთი საუბრის თემა ჩვენს შემდეგ შეხვედრით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებელო ბატონ ნუკრის უღმესი მადლობა. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ტრადიციისამებრ შევხვდებით სამშაბათს, ისევ 19 საათზე, ოღონდ უკვე სხვა სტუმართან ერთად და სხვა თემით. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა მაყურებელს.